დღეს ჰილარი კლინტონი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალბატონებს შეხვდა და მათ საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა. შეხვედრის დასაწყისში ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს მათი საქმიანობისთვის, ასევე საქართველოს პირველ ლედი სანდრა რულოვს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სანდრა რულოვსი ჯანდაცვის სფეროში აკეთებს. საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ოკუპაციის პრობლემა, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ქალთა უფლებები და მათი როლი თანამედროვე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავის გამოცვალში კლინტონმა სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გმით საქართველოს ასეულობით წლების ისტორია აქვს და სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი დემოკრატიის შუქურა იყოს. ამ კვირაში ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს ეიმობენ და მოხარული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი აქ საქართველოში სრულდება, რომელსაც არაჩვეულებრივი ისტორია აქვს და ეს ისტორია ასობით წელს ითვლის, განსაკუთრებული კი ბოლო 20 წელია. ჯერა რომ ამ ქვეყნის პოტენციალი იყოს თანამედროვე, დემოკრატიული, პროგრესული სახელმწიფო ძალიან დიდია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ამ ქვეყანაში ყოველდღიურია. ვარდების რევოლუციამდე საქართველო არ შემდგარი სახელმწიფოს ზღვარზე იყო, მაგრამ რევოლუციის შემდეგ ქართველებმა, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა ისტორიის მოძახოს უპასუხეთ. თქვენ იმუშავეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, კორუფციის დასაძლევად, კანონის უზენაესობისთვის და უკეთესი მომავლისთვის. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საქართველო დრამატული გამოწვევების წინაშეა. თქვენ ცხოვრობთ შემოჭრისა და ოკუპაციის რეალობაში. ვცდილობთ ეკონომიკის აღდგენას, სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემების გაუმჯობესებას, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება. ვცდილობთ ოჯახს გაუძღვეთ. ყოველდღიურად მიღებული მილიონობით გადაწყვეტილებაში თქვენი ქვეყნის მომავალი განსაზღვრულია. მე ვნახე ამ 2 წელიწადში როგორ დაძლიეს ქვეყნებმა მსგავსი სირთულეები. იმით რაც საქართველოში ვნახე აღთოვანებული ვარ. ცვლილებების პერსპექტივა რეალურია. ვიცით რომ ეს ხდება დიდი ძალისხმევის ხარჯზე. ისიც ვიცი რომ საქართველოს შემართება კარგ შედეგს მოგიტანთ, თუ აღებული კურსი გაგრძელდება. ჩემს ჩამოსვლამდე ბატონმა ბასმა მითხრა რომ ქალები საქართველოში ცვლილების საწყისები არიან. ეს თქვენს ისტორიაში სიახლე არ არის. მე დიდი ხანია მოხიბლული ვარ თამარ მეფით და შეიძლება ამერიკელმა ჟურნალისტებმა არც იციან, რომ მეფე თამარი ქალი იყო, რომელიც უძღვებოდა ქვეყანას ოქროს ხანაში. ამიტომაც არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება იყოს 21 საუკუნე საქართველოსთვის მეორე ოქროს ხანა.